საღამო მშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. სად გაქრა ივანიშვილის მილიარდები? ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბლუმბერგის მილიარდელთა რეიტინგში აღარ იცებნება. არა და ბლუმბერგთა მილიარდელთა ინდექსში, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების რეიტინგს ადგენს, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. სხვათაშორის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბლუმბერგმა ივანიშვილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიიდან ამოიღო. პირველად ეს 4 წლის წინ მოხდა, 2021 წლის ზაფხულში. რამდენიმე თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ დაიტოვებდა მხოლოდ 200 მილიონს, ხოლო აქტივების უდიდეს ნაწილს საქველმოქმედო ფონდ ქართულს გადასცემდა. მაშინ ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდი დოლარი იყო. მონაცემები და არსებული რეალობა აჩვენებს, რომ მას შემდეგ ივანიშვილის ქონებაც გაიზარდა და პოლიტიკიდან წასული უკანაც დაბრუნდა. შესაბამისად, მისი გვარი და სახელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგშიც დააბრუნეს. რა მოხდა ახლა? ბლუმბერგი ამბობს, რომ ივანიშვილის ქონება 3.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც რეიტინგიდან მისი ამოღების მიზეზი გახდა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ბლუმბერგის რეიტინგიდან ივანიშვილის ამოღების მიზეზი საერთაშორისო სანქციებია, რომლის გამოც ივანიშვილი საკუთარი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს ვეღარ განკარგავს, ხოლო სარეიტინგო სისტემა ეგრეთ წოდებულ ტოქსიკურ აქტივებს მხედველობაში არიხებს. მეორე ვერსიით ივანიშვილს მთელი ქონება საქართველოში აქვს გადამალული, შესაბამისად ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან აქტივებს ბლუმბერგი ვერ ითვლის. შემცირდა თუ არა რეალურად ივანიშვილის ქონება ძნელი სათქმელია, თუმცა გვახსოვს მისი პოლიტიკური ოპონენტების მუქარა, რომ ივანიშვილს ჯერ უნდა დაეკარგა ფული და შემდეგ ძალაუფლება, თუმცა არც ერთის დათმობას ოცნება არ აპირებს. ყოველი შემთხვევისთვის ასე იკითხება მათი განცხადებებიდან. ამერიკაში დავითაშვილის, ხოლო ვატიკანში ყაველაშვილის ვიზიტის შემდეგ დღეს პაპუაშვილი წერს, რომ დაიწყო ვიზიტები და გამოჩნდა დიალოგის ნიშნები. დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო. მოკლედ მოგიყევით იმ თემებზე, რომელსაც ვრცლად უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად გადაცემაში ვისაუბრებთ. ანა დოლიძე, კოალიცია ხალხისთვის ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე შევეხებით ივანიშვილსა და ბლუმბერგის, ასე ვთქვათ, ურთიერთობას. მანამდე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, დღეს ვნახეთ ჩვენ, რომ მოსამართლე მის პატიმრობაში დატოვა, თანაც მოსამართლემ თქვა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეაო სახეზე და რადგან მიაჩნია სასამართლოს, რომ მომეტებულია ახალი დანაშაულის საფრთხე, შესაბამისად მზია ამაღლობელი პატიმრობაში უნდა დარჩეს, შემდეგ რაზეც მზია ამაღლობელმა ბუნებრივია უპასუხა, რომ თუ კი მას მიზნად აქვს განზრახული, რომ სამართალდამცავებს, ასე ვთქვათ, მიაყენოს შეურაცხყოფა ან რაღაცა სამართალდამცავების მიმართ ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ეს ამის გაკეთება მას საპატიმრო დაწესებულებაშიც შეუძლია, იმიტომ რომ ყოველდღიურად აქვს კომუნიკაცია იგივე ბადრაკთან. აი ამ ყველაფერს დღეს ვნახეთ ასევე მთავარი მოწმეების გამოკითხვა, გულისხმობ პოლიციის ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელებსაც. აღარ განმეორდები, მოისმენდა ალბათ მაყურებელისა, თქვენ საქმის კურსში ხართ, ანუ ვიცით ისიც რამდენად მძიმე ასე ვთქვათ, მძიმე საპატიმრო ღონისძიებას ითვალისწინებს ის ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს აქვს წარდგენილი თვალწები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აი როგორ ფიქრობთ, მივა ბოლომდე მოსამართლე, ანუ ფიქრობთ, რომ დატოვებს აი ამ ბრალს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯის? მოგესალმებით, ემა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, აი ხა მე სხვათა შორის თავისუფლების მოედნიდან მოვდივარ და ზუსტად თვალწინ დამიდგა ყველაფერი ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ 10 დღეში.
არაჰუმანური მოპყრობა, ყველანაირი დარღვევა კონსტიტუციის, საერთაშორისო კანონმდებლობის დევნა, ალყაში მოქცევა, საერთაშორისო დანაშაულები რეალურად. ამის ფონზე, რომ ამასთან დაკავშირებით არც ერთი ადამიანი პასუხისმგებაში მიცემული არ არის კი არა და დაწინაურებულია და ღირსების ორდენი აქვს გადაცემული, არავითარი ანგარიშვალდებულება არ არსებობს. ამის ფონზე მზია ამაღლობელის საქმე, რა თქმა უნდა, ძალიან კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ არის თავიდან ბოლომდე შეკერილი პოლიტიკურად, ის არის პოლიტიკური პატიმარი. ამას საერთაშორისო საზოგადოება, რა თქმა უნდა, ამბობს კიდევაც და საერთაშორისო სასამართლო თავის დროზე იტყვის და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე და დღესაც არის. მე ნამდვილად გული მწყდება, რომ ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელსაც ყავს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ისევ აქ მოვედით, რომ ყავს ხელისუფლება, რომელსაც ყავს პოლიტიკური 55 პოლიტიკური პატიმრები. ანა, დღეს ასევე მოვისმინეთ ჩვენ მზია ამაღლობელის ადვოკატებისგან, რომ მათ უკვე მიმართეს სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს. აქ ძირითადად სარჩელში არის ორ რამეზე გაკეთებული აქცენტი, რომ ეს არის უკანონო პატიმრობა, ზოგადად გარემოებები, რა გარემოებებში მოხდა მზია ამაღლობელის დაკავება, შემდეგ ასე ვთქვათ, წინასწარი პატიმრობის მისჯა, გამოკითხვა, ვიცით, რომ ძალიან შეურაცხმყოფელ და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა მის მიმართ ადგილი. ზოგადად აი სტრასბურგის სასამართლოს ბუნებრივი აქვს თავისი ვადები, ბუნებრივი აქვს თავისი ბიუროკრატია. აი რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას? აი მათ ვისთვისაც რაღაცა იმედის მარცვალი გაჩნდა, როდესაც ადვოკატი იძახის, რომ მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, მაგრამ შესაძლებელია ჯერ დადგეს განაჩენი საქართველოს სასამართლოებში, ამასობაში მოესწროს არაერთი ინსტანციაში მათი განხილვა და ძალიან დიდი დრო დაჭირდეს სტრასბურგის სასამართლოს იმისათვის, ვიდრე საკუთარ სიტყვას იტყვის და ვიდრე საკუთარ ვერდიქტს გამოიტანს იმაზე, რაც ხდება დღეს ჟურნალისტის თავს საქართველოში. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი მადლიერება მაქვს მე პირადად და ძალიან ბევრ ხალხს თვითონ ქალბატონი მზიას მიმართ, რომელიც არის მედგრად. მისი ყველა გამოჩენა სასამართლოში არის ძალიან დიდი სიმბოლო და გამამხნევებელი ყველასთვის. ეს არ არის ადვილ მდგომარეობაში, ეს არ არის ადვილი მორალურად ის, რასაც ის აკეთებს და ძალიან მადლიერი ვარ მე პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეა მისი ქმედებისთვის და მისი პიროვნებისთვის. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ხა თავისთავად სუფთა ფაქტებით რო ავიღოთ. სახეზე ზიანი არ არის, ანუ საუბარი აზეა, რომ ასეთი კვალიფიკაცია რომ მისცე, რომ ეს არის ჯანმრთელობის დაზიანება, ან რაღაცა მსუბუქი დაზიანება. რაღაცა ტიპის ზიანი მაინც უნდა იყოს. ან ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც მანამდე აქვს დანაშაული ჩადენილი და ამიტომ გეშინია რომ სადღაც გაიქცევა. თავისთავად თეთრი ზაფები. ვესელია თქვა, რომ ისეთი ხმა იყო, როდესაც მზია ამაღლობელმა დგებუაძეს გაარტყა, რომ პროტესტი თუ აქცია დაიშალა, დაახლოებით ასეთ შინაარსის. ხო, ნუ ეხლა რა სიტყვიან, ეხლა მე ძალიან კარგად არის ჩემთვის ცნობილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც პოლიტიკოსი, რომ ჩვენ ვაკვირდებით ყველა ცრუ მოწმეს, ყველა ადამიანს, რომლის ჩვენებით იმიტომ რომ დაავალეს, იმიტომ რომ თხოვნეს, იმიტომ რომ მოისყიდეს, რომლის ჩვენებით ხალხი რჩება ციხეში, ეს ამ ყველა საქმეში, ამ 55 საქმეში არის ესეთი ცრუ მოწმეები. გარდა იმისა, რომ ამ ხალხს ყველა მოეთხოვება ხო სხვა მხრიდან, უფრო ქრისტიანული ფასელობებით მე ამისი დარწმუნებული ვარ, სამართლებრივადაც მოეთხოვებათ, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ცრუ მოწმეების რეესტრს და ეს ადამიანები არ იქნებიან მიღებული არსად. საქართველოში ჩვენ ერთხელ და სხვათა შორის ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ არც ერთხელ ამ ქვეყანაში არ გაკეთდა და ამის შედეგს ჩვენ დღეს ვიმკით, რომ ლუსტრაციის კანონი არც ერთმა ხელისუფლებამ არ მიიღო. ეს რუსეთის ბრალიცალი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსეთს არ აწყობს არც არქივების გახსნა, დღესაც შეუძლებელია რაღაცების გამოკვლევა. არქივები არ იხსნება, ლუსტრაციის კანონი მიღებული არ არის, იმიტომ რომ რუსეთს აქ ჭირდება მეხუთე კოლონა, მაგრამ ამის შედეგია ის, რომ ადამიანები, რომლებსაც მიღებული აქვთ ზუსტად გამსახურდიას დამხობაში მონაწილეობა, მაგალითად ირაკლი ხადაგიშვილი არის გადაკეთებული და ეხლა მოგვევლინა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ხმად და ის გამოდის და დღეს აი ამ ეგრეთ წოდებულ თეას კომისიაში გამოდის და ვიღაცას ასამართლებს. მეგობრებო, როგორ შეიძლება ხუნტის თანამონაწილემ პირს, რომელსაც ჰქონდა იარაღი აღებული ხელში იმისთვის, რომ დაემხო კანონიერად არჩეული ხელისუფლება ვინმე გაასამართლოს.
მაგრამ ეს არის სისტემური პრობლემა. სისტემური პრობლემა, რომ ჩვენ არასოდეს ამ საკითხებს არ ვერ მივხედეთ სახელმწიფოებრივად და რუსეთმა ეს მეხუთე კოლონა აქ შეინარჩუნა. თუმცა ეს დროებით საგამოძიებო კომისია რამდენადაც ვიცი, არავის არასამართლებს ანუ ვერ გაასამართლებს ეს ერთადად ხდება გამოკითხვა და თანაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოიპოვა ამ გახმაურებული საქმეების მოსფენის ფონზე, მათ შორის დღესაც ძალიან, ასე ვთქვათ, მძიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი თუ არა დანაშაული გამოვიდა საჯარო და კიდევ ერთხელ ამაზე ისაუბრეს თუ როგორ ხდებოდა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტიდან, ასე ვთქვათ, შეცვლა, როგორ ხდებოდა ზეწოლა ჟურნალისტებზე, მუქარა წინა ხელისუფლების დროს ფიზიკური ანგარიშწორება და დაშინება და ასე შემდეგ. ანუ ეს მიგაჩნიათ, რომ რომ მოვაშოროთ დაუშვათ ეს პოლიტიკური კონტექსტი რომ მოვაშოროთ და მხოლოდ იქ მოსმენილი ნანახი, რასაც უყურებთ და მე ვიცი და მაყურებელმაც იცის, რომ თქვენც ხართ ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ხმალაღმოღებული ებრძოდით წინა ხელისუფლებას, სწორედ მათ მიერ აი ამ ჩადენილი დანაშაულებების გამო მიგაჩნიათ, რომ აი ახლა უადგილოა ამ თემების ესე საჯაროდ გამოტანა და აი ამ ფორმატში ამ თემებზე საუბარი. პოლიტიკური კონტექსტის გარეშე. კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე პუნქტით უნდა გავცე ამას პასუხი. პირველი, მე იმისთვის არ ვებრძოდი და არ ვიბრძოდი, რომ მე ვიღაცას ჩემ თავზე მოესკუპებინა მურუსიძე ჩინჩალაძე და მათი მთელი შემადგენლობა და მე მათი ხელით დაესაჯათ ახალგაზრდები, ედევნათ, ქუჩა-ქუჩა ედევნათ, დაეჭირათ სადღაც ვაკის პარკთან იარაღი, ჩაედოთ, ნარკოტიკი ჩაეგდოთ და მე ჩაესვათ ციხეში და ასეულობით ადამიანი დაეჯარიმებინათ ისეთი ჯარიმებით, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ვერ იხდის და რაც არის ელემენტარულად ეკონომიკური ფაშიზმი. ამისთვის არ ვიბრძოდი. მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ სისტემა შეცვლილი იყო და რომელიღაცა ხუნტის თანამონაწილეს კი არ ესაუბრა ამაზე და კი არ ესაუბრა მხოლოდ, არამედ აქ საქართველოში ყოფილიყო სამართლიანი სასამართლო და ყოფილიყო ამ საკითხების გასამართლება და ამის მაგერად ქართულმა ოცნებამ დღესაც აგრძელებს თავიდან ბოლომდე ეს არის იმ ხალხის დაზარალებულების მოტყუება, რომლებიც იქ გამოდიან, იმიტომ რომ ეს არ არის სამართალში მიცემა, ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო თავის დროზე ნორმალურ სასამართლოში და არა და რა მოხდა მაგალითად იმ საქმეში, ხო? ანუ მოწყობა რა პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებს ამ ხალხს, აი ამ დაზარალებულებს, მსხვერპლს, როგორც იარაღს საქართველოში. მე გეტყვით ახლა, აი რომ მოვდიოდი აქ შემხვდა ქალბატონი მადონა კვანტალიანი რომელმაც მითხრა, რომ 17 დღე არა აქვს შუქი და არა აქვს თბილი წყალი იმისთვის, რომ ელემენტარულად ჰიგიენის მოთხოვნები დაიკმაყოფილოს, სადაც ცხოვრობს გადაუხდელობის გამო. ქალბატონი მადონა კვანტალიანი არის ერთ-ერთი მოქალაქე, ელემენტარულად სიმბოლო საქართველოს მოქალაქეები რეალურად რა დღეში არიან. სტატისტიკას რო შევხედოთ, ხო, ინფლაცია უსწრებს საქართველოში ხელფასების ზრდას. ანუ ადამიანებს რა ხელფასიც აქვთ ყოველ დღე. ეს ძალიან კარგად არის, მაგალითად ერიხ მარია რემარკის ნაშრომებში, ხო, პოსტ მეორე მსოფლიო ომის გერმანიაში, როდესაც რაღაცა ხელფასი რო გერიცხება, მეორე დღეს ცხოვრება უფრო ძვირია და ადრე თუ ყიდულობდი რაღაც მაკარონს და ზეთს, ეხლა მარტო მაკარონს ყიდულობ. ასე ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა. დღეს რო შევხედე წელს 2000 ადამიანით, შარშან 2000 ადამიანით მეტი დაავად და ოფიციალურად სიმსივნით, ვიდრე 7 წლის წინ. ასევე ის რაც ეხება საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას, რასაც ხშირად ვლაპარაკობ. რასთანაც საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვიყვარს ქართული ოცნების მმართველობა და უნდა რომ მიგვიყვანოს, რომ აქ არ იყოს ქართულად პასუხის გამცემი ადამიანი და დღესაც, ხო, იმ დღეს თქვი კიდევაც ეთერში რომ მიხვალ, მაგალითად, ტაქსში ჩაждები თუ რაღაცას გამოიძახებ, არც ერთ ენაზე დამლაპარაკებელი ხალხი გვხვდება, რომელსაც არც ერთი ახლა მე ვიცის სამნახევარი ენა და არც ერთ ენაზე ვერ გესაუბრება ის ადამიანი. ეს არის მასობრივი პრობლემა და ეს არის საქართველოს მოსახლეობის ჩანაცვლება. ეხლა ამ პირობებში ამაზე ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება, რომელიც არის გაკოტრებული. ამიტომ ეხლა შრომითი მიგრანტები არ უნდა მივიღოთ, ანა? მე გეტყვით. იმიტომ რომ საქართველოსდან არის, არ ვიცი, უხეში დათვლებით, ალბათ 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი გასული, არ ვიცი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ხა იქიდან რამდენი დაბრუნდა, რამდენი დარჩა შრომით მიგრაციაში. რომ არა ეს ხალხი საქართველოში დარჩენილი მათი ოჯახები მოდი ძალიან ესე მსუბუქად ვიტყვი, კორექტულად
გაცილებით უარის მდგომარეობაში იქნებოდნენ. მეტიც ფულადი გზავნილები, აგერ ბოლო 3-10 წლეულია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. ხო წარმოგიდგენია, ზოგი ლეგალურად ჩადის, ზოგი არალეგალურად ჩადის და შემდეგ უკვე წლების შემდეგ მოიპოვებს იქ რომ მუშაობის ლეგალურ უფლებას, ზოგმა ცხოვრების უფლებაც მოიპოვა და ასე შემდეგ. საქართველოს მოქალაქეებს რომ შეუზღუდონ შრომითი მიგრაცია, ან რომ შეეზღუდათ ამდენი წლის განმავლობაში, არ ვიცი, საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ საქართველები რატო იღებენ ქართველებს სამუშაოდ, თქვენ რა გონია? არა, შრომითი მიგრაცია თქო ეს ფიგურისმეტყველება, იმიტომ რომ გაცილებით უფრო იაფი მუშახელია. არა, მთელ მსოფლიოში გაცილებით მეტი იაფი მუშახელი არსებობს. 100-ჯერ უფრო იაფი. მაგრამ რატომღაც მე გეკითხებით, მაგალითები შემიძლია მოგიყვანოთ. ნებისმიერი საქართველოზე ღარიბი ქვეყანა, საქართველო დღეს ითვლება ოფიციალურად ღარიბ ქვეყანად საერთაშორისო მასშტაბით აღარ ითვლება. საერთაშორისო შრომით ბირჟაზე ხლა მილიონი და რატო იღებენ თქვენი აზრით? აი საბერძნეთში რატო იღებენ? ვერ ითამაშებს რაღაცა ისეთ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან, არ ვიცი, რაიმე განსაკუთრებული ნიშან-თვისებით, მართლა არ მსმენია არასოდეს რომ აი ეძებენ დამსაქმებლები მაინც და მაინც ქართველ ემიგრანტებს, შრომით მიგრანტებს, იმასაც რომ აიყვანოს სამსახურში. გაგცემ თუ მათლით სიამოვნები, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. დავიწყებ იქიდან რომ 90-იან წლებში წავიდა დედაჩემი და 16 წელი მუშაობდა ამერიკაში, ზუსტად ასე, მომვლელად და ამის მეშვეობით გადავრჩით მე და ჩემი ოჯახი, რა თქმა უნდა, როგორც ტიპიური ქართული ოჯახი იმ დროს, მაგრამ ახლაც მეც რამდენჯერ მე ვიყავი საქართველოსდან წასული, მაგრამ ეხლა დავიწყოთ თავიდან. ჯერ ეს ერთი უნდა დაისვას პოლიტიკური პასუხისმგებლობის კითხვა. იქ, სადაც ადამიანები კარგად ცხოვრობენ, იქიდან ხალხი არ გარბის. საქართველოში ცხოვრების სიდუხჭირე, იმ ფულის გაუფასეურებამ, უსაფრთხოების არარსებობამ, დამოკიდებულებებმა, ნარკოდამოკიდებულებებმა, აზარტულმა დამოკიდებულებებმა, რასაც ტენიან ქართველ ბავშვებს, ეს განაპირობებს, რომ საქართველოდან მიდის ხალხი და ამაზე პირდაპირ არის პასუხისმგებელი ქართული ოცნება და ბიზინა ივანიშვილი. მე მიგითითებთ თქვენ, რომ აბსოლუტურად არასწორია საეთერო დროის გამოყოფა იმაზე, რამდენი მილიარდი დარჩა ბიზინა ივანიშვილს და არის თუ არა რომელიღაცა საერთაშორისო რეიტინგებში. ძალიან დიდი ბოდიშმა. არა, ჯერ დავამთავრებ. არა, მე სამიმიგრაციო ნაწილი არ დავამთავრებ, დავამთავრებ. იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი არ იქნება მშიერი, რომ ჩამოერთვას თავისი მილიარდებიდან უმეტესობა, არ იქნება მშიერი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას ყოველდღიურად ისინი საქართველოსდან სწორედ ამიტომ მიდიან და ამაზე პირდაპირ პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება. სოციალური პრობლემებია საქართველოში, რაც აბსოლუტურად არ ახალია, ხო? ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში პირველ ადგილზე არის ეს სიდუხჭირე, რომ ხელფასები არასოდეს არ ყოფნის ხარჯებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა, გამოკითხულთა უმეტესობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს ხელფასებს, სიღარიბეს, უმუშავრობას, რაც უფრო ბერც ვილაპარაკებთ ამაზე, მოქალაქეების, არ ვიცი, ჯიბე, შემოსავალი და მაცივარი გაიზრდება? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაცემები ეთმობოდეს სწორედ ამ თემაზე საუბარს, რომ საქართველოს მოქალაქეები იმიტომ მიდიან ქვეყნიდან, რომ საქართველოში არის სიდუხჭირე და რომ ამაზე პასუხისმგებელი არის კონკრეტულად ქართული ოცნება. მეცაც გეტყვით, ხელისუფლებები არ იცვლებიან, ხელისუფლებები იცვლებიან ძლიერი ოპოზიციის. არა, არ მომთავრებია. თქვენ წეგან ესე დაიწყეთ საუბარი, მე მიგითითებთ, რომ სატელევიზიო დრო არ უნდა დაიხარჯოს აი ბიზინა ივანიშვილმა რამდენი მილიარდი დახარჯა, თუმცა მე უბრალოდ შევნიშნავდი ქალბატონო ანა, რომ სხვათა შორის ეს იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ სლოგანი ოპოზიციისა, რომ ბიზინა ივანიშვილი თუ დაკარგავდა ქონებას, დაკარგავდა ძალაუფლებასაც და უფრო ადვილი იქნებოდა ოპოზიციის მიერ ხელისუფლების, ანუ ქართული ოცნების დამარცხება. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ეს რაღაცა პოლიტიკური პროცესებისგან აცდენილი და განყენებული თემაა. ნამდვილად განყენებული თემაა და ამაზე მეტყველებს ის გამოხმაურება, რომელიც ამ გადაცემას ექნება და რომელიც ჩემს სხვა გადაცემებსაც ჰქონდა და რომელიც ჩემს სოციალურ ქსელს აქვს, რომელშიც იხარჯება 0 ლარი. იმიტომ რომ ეს საკითხები, რომელიც არის, აი დღეს კონკრეტულად მიგრაციის საკითხები, საქართველოში თქვენ კითხვა დასვით, არ უნდა ჩავანაცვლოთ თუ არა ქართველი მუშახელი უცხოელი მუშახელით უკაცრავად. დღეს არ ერთი წამი არა, ჩანაცვლება დიახას
და უნდა მოხდეს თუ არა, არ უნდა მოხდეს. არა, დიახაც არ უნდა მოხდეს ისე როგორც ხდება დღეს. ჯერ ეს ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ავთენტური, ადგილობრივი მოსახლეობა რატომ მიედინება ქვეყნიდან? დაახლოებით იმდენივე მაჩვენებლით, რა მაჩვენებელიც გავიდა 2011 წელს. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ამრავლდება, რომელიც განქორწინებებშია და რომელიც ქვეყნიდან მიდის, მცირდება. ამის პარალელურად, ეხლა მე თქვენ გეტყვით, როდესაც ქვეყანას აქვს ჭკვიანი სამიგრაციო პოლიტიკა, რომელიც მე კარგად ვიცი, მაშინ მთელი იცით მე რო კანადაში დავსაქმდი, ეხლა გეტყვით. კანადაში მუშაობდი მე, პროფესორი ვიყავი. ვერავით არის უცხოელი და ჩვენი დიასპორა, რომელმაც ეს კარგად იცის, ძალიან კარგად დამერწმუნება, რომ არავინ არ მოგცემს სამუშაო უფლებას უბრალოდ ჰაერიდან. ჯერ უნდა დადასტურდეს, რომ მიეკუთვნები პროფესიას, რომელიც ქვეყანას არ აქვს, რომ მოგაქვს ის უნარჩვევები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, გეოლოგი ხარ თუ IT. საქართველოში არავით არის შერჩევითი პროცესი არ არსებობს. საზღვრები არის ღია, საქართველო არის გადაქცეული ნინიას ბაღად და უკაცრავად, როდესაც რომელიღაცა ეროვნების მოქალაქეს ქვეყანაში უშვებ, ჯერ ჯანდაცვის სამინისტრომ და მაგაზეც მინდა ძალიან კონკრეტულად თქვა, უნდა დამისაბუთოს რა ეკონომიკური სარგებელი აქვს კონკრეტულად აი ამ უნარჩვევების, ამ ბექგრაუნდის ადამიანების შემოსას ჩემ ქვეყანაში. და ჩემი აზრით ეს შემთხვევით არ არის, იმიტომ რომ ჩვენ აქ ცოტა პრობლემებს ვუქმნით ხელისუფლებას და ჯობია მონა ადამიანი დამშეული, რომელიც თავის ქვეყანაში რაღაცა 100 ლარს აკეთებს თვეში, ის შემოუშვა. ის ხო არ გამოვა მე ქუჩაში და მიტინგს ხო არ მოუწყო. მოდი მარტივად კითხავ. რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ აი სოციალური ყოფა ჩვენი მოქალაქეებისა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს? აი რა უნდა მოხდეს? რა უნდა მოხდეს? პრობლემებს რომ ძალიან კარგად ვიცნობ როგორც ჟურნალისტი, ეს შემიძლია რაღაც ბოლოდროინდელი სტატისტიკითაც დაგემტკიცოთ, სადაც ჩანს რომ 200,000-ით გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში. რა უნდა მოხდეს? ის შეგრძნება, რომელიც ყოველდღე 150 დღის განმავლობაში არის რუსთაველის გამზირზე, ის შეგრძნება და ეს მუხტი აქვს საქართველოს მოსახლეობის 85%-ს მაინც დანარჩენს ექნება, მაგრამ ის ადამიანები ვერ გამოდიან პროტესტზე და არ გამოდიან, იმიტომ რომ არ იძლევა, არ არსებობს საშუალება, რომ მათ პროტესტი უნდა გაიზარდოს. მარტივად მიპასუხოთ, რა უნდა მოხდეს? არა, რატო უნდა გიპასუხოთ მარტივად? არა, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი შეკითხვაა, რომელიც ბოლო, რა ვიცი, 30 წელია ყველა ამომრჩეველს აწუხებს და ყველა ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარების დაპირებით მოდის. ამიტომ ამაზე ნაფიქრიც უნდა კონდეს გააზრებულიც და არ ვიცი, გადაწყვეტილებაც მიღებული ყველა პოლიტიკურ ძალას, ხო? ვისაც აქვს ამბიცია აიღოს თავის ხელში მართვის სადავები და მართოს ქვეყანა. აი მარტივად, მე თუ მკითხავთ, მე რომ შემკითხოს ვინმე, ძალიან ესეთი, არ ვიცი, მარტივი შეკითხვაა, რომელზეც არსებობს ლოგიკური პასუხი. უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ანუ თუ არ მოგწონს როგორი პოლიტიკა აქვს, სოციალური პოლიტიკა აქვს არსებულ ხელისუფლებას, თუ წინა ხელისუფლებას არ მოგწონდა, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სურს ხელისუფლებაში მოსვლა, უბრალოდ მას მხარდაჭერა არ უნდა გამოვუცხადოთ. თუ არსებული ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა არ მოგწონს და ეს ჩანს როგორც ოფიციალურ სტატისტიკაში, ასევე თვალსაჩინო ჩვენს გარშემო სოციუმში, აი ქუჩაში რო გახვიდე და 200 მეტრით ფეხით გაიარო, ეს ყველაფერი ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, უნდა შეცვალო ეს ხელისუფლება. არ თქვენ ასე არ ფიქრობთ? თქვენი აზრით? არა, თქვენ პროტესტზე დაიწყეთ საუბარი, ანუ პროტესტი უნდა გაიზარდოსო. იმისათვის რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, უნდა გაიზარდოს პროტესტი. იმიტომ რომ ჩვენ ვესადეთ. პროტესტი მიგვიყვანს ჩვენ ხელისუფლების ცვლილებებამდე? კი. როდის? ჩვენ აგერ ქართულ მოცემებმა დაიწყო. ემა, მე არ მაცდით საუბარს და არ მაინტერესებს. თუ არ დამასით გავალ. არა. ძირითადად ეხა ქრონომეტრას რო შევხედოთ, ნამდვილად. გადაცემის ქრონომეტრას თუ შევხედავთ, ძირითადად თქვენ საუბრობთ. თუ თქვენმე, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ დღის წესრიგი, რომ ვილაპარაკოთ
ისევ სისულელეებზე, რაზე არც კი დამისვამს ბიძინა ივანიშვილის მე დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, როგორ მთელი შესავალი ამას დაუთმეთ. დარწმუნებული ვარ. თქვენ გინდათ რომ ისევ მალაპარაკოთ, ვაიმე პოლიტიკური პროცესი როგორ წავა. მე არა ვარ კომენტატორი, რა ზესტაფონი, ეხლა დამამთავრებინეთ, დამამთავრებინეთ. საუბარი ძალიან დიდი შეიძლება ყველა დაითვლის ეხლა ვინ ლაპარაკობს აქ. თუ მარტო ხართ ამ გადაცემაში და რაღაცა სოლო პროგრამა, მაშინ მარტო ისაუბრეთ. თუ არა ეხლა მომისმინეთ საქართველოში რაღაცნაირად არა თუ დამიზახეთ, მაშინ საუბარი მაცადეთ, თუ არა და მაშინ იჯექით აქ მარტო და ისაუბრეთ თქვენ თავს. რა პრობლემაა? ეთერის თქვენია, ტელევიზიის თქვენია. თქვენ გაქვთ ინტერესი, დამამთავრებინეთ ეხლა. თქვენ გაქვთ ინტერესი, რომ არ იყოს აქ საუბარი საქმეზე და საქმე არის შემდეგი. ქართული ოცნება არის ქართველი ერისთვის დამღუპველი ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაუშვა მიხეილ ყავილაშვილი, თოჯინა, ბურატინო, გაუშვა ვატიკანში და მადლობა უნდა რომ გვათქმევინოს, იმიტომ რომ რომელიღაცა უცხო სახელმწიფოს ლიდერმა მას ხელი დაუქნია და ამ დროს ეს არის ერი, რომელსაც 100 წლეულების განმავლობაში ქრისტეს საფლავი ებარა. ჩვენ ცოტა სხვა თამასა გვიჭირავს როგორც ერს. ანუ შენ თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც ქრისტეს საფლავი ებარა, რომელსაც იერუსალიმი რო ჯვაროსნება დაკარგეს, მაგ დროს აწეული დროშები და ალმებით შედიოდნენ ქრისტეს იერუსალიმში და საფლავის სანახავად. ამ დროს როგორ უნდა გათქმევინოს მადლობა და სიხარული როგორ უნდა მოხატინოს რომ შენ ვითომ პრეზიდენტს ვიღაცამ ხელი დაუქნია ვატიკანში სამარცხვინოა ეს დამოკიდებულება და ჩემი აზრით ჩვენი ამოცანა არის რომ ზესტაფონის ბაზარში ქალბატონი რომ ზის იმისთვისაც მნიშვნელოვანი ადვილად გასაგები და მწარა იყოს ის რეალობა რომ ეს საჭმელზე აღარ არის იმაზე აღარ არის რომ იმის შვილი მუშაობს გერმანიაში და იქ იმას რა ქვია სამთვეში ჩამოა ამის საშუალებაც არ ექნება და ფულს ჩამოიწას იქიდან იმიტომ რომ იქ მშენებლობაზეა ნამუშევარი არა არამედ ამ ხელისუფლების ამოცანა ის არის რომ სამარადჟამოც ვინც აქ დარჩება ის იყოს ავადმყოფი ის იყოს მონა ხმის ამოღება ვერ შეძლოს და დანარჩენი ვინც ეს არ იქნება წავიდეს აქედან და ჩვენს მაგივრად თქვენ გადაცემაში ვის მოიყვან ბანგლადეშელს თუ ავღანელს მოიყვან სასაუბროდ ერთი ძალიან მაინტერესებს ქართული ოცნების იმაში რა ქვია ხელი საოცნებაში როგორ და ეგრე იქნება ეგ უნდათ რომ ამ გააკეთონ ამათმა და ამის საპირისპიროდ აი ამას რაღაცეებზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ და საერთოდ არ მაინტერესებს ივანიშვილს $3 მეტი აქვს თუ $3 ნაკლები არ მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეების უმეტესობასაც არ აინტერესებს ეს შეკითხვა იმის შესახებ რომ ბლუმბერგმა საკუთარი რეიტინგიდან ბიძინა ივანიშვილი ამოიღო და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა და ძალიან დიდი ბოდიში მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას რაზე გავაკეთო აქცენტი ჩემს საკადრო არ მიკითხო სხვა შეგეთქვამენ მაგრამ ჯერჯერობით თავისუფალი საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემ აზრს როდესაც გადაცემაში დამიბარებ რა თქმა უნდა შეგიძლიათ უბრალოდ რაც მიუღებელია გაანებეთ იმ თემაზე საუბარს თავი, რომელსაც არ მიუყავართ რეალურ პრობლემების გადაწყვეტა. ეს უკვე არ არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ცენზურის დაწესება პოლიტიკოსის მხრიდან. ანა, ეს დაანებეთ თავი რას ნიშნავს? ეგ მაინც ხო იცით? არა, დაანებეთ თავი. ანა, დაანებეთ თავი რას ნიშნავს? ეს არის რჩევა, ეს არის არ ვიცი ესე იგი ბესელია ხართ? ის ბესელია ხართ? ბესელია რა შუაშია? ეთერში რომელიც მზია ამაღლობას შეურაცხყოფას რომ მართ რატო შეურაცხყოფა? რატო შეურაცხყოფა? ანუ თქვენ გონიათ რომ ეს შეურაცხყოფა? პოლიციელს იმ პოლიციელთან აკეთებთ ჩემს ასე ვთქვათ, არ ვიცი, იდენტიფიცირებას თუ შედარებას, რომელზეც ცოტა ხნის წინ საუბრობდით რომ ცრუ მოწმია? არა. აბა მითხარი. ეს თქვენ მიიღეთ შეურაცხყოფა, ჯერ ეს ერთი აქედან დავიწყოთ და მეორე, როდესაც თქვენ ადამიანს, რომელსაც არავითარი მე ახლა ვახორციელებ მოქალაქეობრივ უფლებას. მე ვარ მოქალაქე, საქართველოს პარლამენტიდან ვარ ჩემით გამოსული და ამაზე დაჯარიმებული, მაგრამ მანდატი არ მაქვს, თანამდებობა არ მაქვს და მე ვთვლი, რომ იმისთვის მე ვარ ერთადერთი მისია მაქვს დავიცვა საქართველოს მოქალაქეების უფლებები და საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას, რომლებიც წელს 2000, 3000 ადამიანით მეტი დაავადდა სიმსივნით და ელემენტარული ის 5000 და 6000 ლარი არ უგროვდება, რომ წინასწარი კვლევები გააკეთოს და ამიტომ გარბის საფრანგეთში თუ სადღაც შვეიცარიაში, აი ამ საქართველოს მოქალაქეს ის თემები, რაზეც საუბარია მედიაში, არ აინტერესებს. და აინტერესებს, რა შეიძლება გააკეთდეს იმისთვის, რომ ესეთ ყოფაში არ იყოს და ამისთვის იცი რა უნდა გააკეთდეს? უნდა მოვიყვანოთ ყურით ჯანდაცვის მინისტრი, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა გვარის არის და ივანიშვილის
ესე რომელი ის არის, რა ქვია, თოჯინა არის ივანიშვილის თეატრში. აქ უნდა იყოს ჩემთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი. უნდა იყოს ჩემთან და ამ თემებზე უნდა ისაუბროს. და მოვიყვანოთ, იმიტომ რომ არ მოდიან ეთერში და აი როგორ აბა? თქვენ როგორ გონიათ? რა მგონია? როგორ ვამბობ? არა, წეგან თქვით რომ დაანებეთ თავიო და ეს მე ვიცინე როგორც გარკვეული დირექტივა. ეს ახლა იცი რა საქმეზე სალაპარაკოთ მოვედი. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა კიდე ასევე უსერიოზული საკითხი. ეს არის აღწერის მონაცემები, რომელზედაც ძალიან დიდი უნებათაღელვა არის საქართველოში. ყველა ამ პრობლემის არა, ძალიან სერიოზული საკითხია არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, აგერ კარს მოგვადგა ანა. ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება თბილისის მოქალაქეებისთვის. თბილისის ბიუჯეტში არსებობს შესაბამისი თანხები ამისთვის და მიზნობრივი განკარგვის პირობებში ძალიან ბევრი ადამიანის როგორც სამედიცინო პრობლემის მოგვარება შეიძლება, ისე სოციალური საკითხების გადაწყვეტა შეიძლება. ამიტომ აგერ არის შესაძლებლობა მიიღებთ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. მადლობა ამ კითხვისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემთვის უსერიოზული საკითხია ეს, იმიტომ რომ დღესაც ხედავ იმ თავარ უნიათობას და იმ თავარ სიბოროტეს რეალურად, რასაც ქახი ქალაძე ჩადის, რომელმაც 21-ში კი წააგო არჩევნები, მე მინდა გაგახსენოთ, რომ 20-21-ში, როდესაც მე ვიყრიდი კენჭს ქალაქის მერად, მაშინ ჩვენ ერთად ოპოზიციამ რო დათვალოთ ჩვენი ხმები 15,000 ხმით ვააჯობეთ კახი კალაძეს. რო არ თქვათ იმაზე, რომ თელმა თბილისმა გადაირჩია იგი ოფიციალური მონაცემებით 2024 წლის არჩევნებზე. კახი კალაძე არის დღეს, მისი ერთადერთი მემკვიდრეობა არის კორუფცია. და კიდევ ერთი პრობლემა, რასაც წარმოადგენს კახი კალაძე, რომ მილიონერები და მილიარდერები არ შეიძლება იყვნენ ასეთ თანამდებობებზე, იმიტომ რომ მათ ადარდებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ფულის მომრავლება. ეს არის 100%-იანი. და რაც შეეხება თბილისს, ყველაზე სერიოზული საკითხი, რომლის გაკეთება მე მინდოდა და მინდა, ეს არის უფასო კვება სკოლაში, რომელსაც ქართული ოცნება ძვირფასო ამომრჩევლებო დაგპირდა თქვენ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და რა თქმა უნდა ესეც არ გააკეთა, იმიტომ რომ ყოველი მეოთხე ბავშვი რო კლავაც შიმშილოს საქართველოში, რის გამოც მათი მშობლები მიდიან ქვეყნიდან, მე მინდა შეგახსენოთ, რომ 10,000-ზე მეტი ბავშვი გავიდა ქართული სკოლის სისტემიდან, იმიტომ რომ მათი მშობელი 1 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ მათი მშობლები წავიდნენ უცხოეთში. ამ პირობებში, აი ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება და ქართული ოცნების მერი. ახლა, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ეს თემა თავიდან ბოლომდე არის შემოგდებული ქართული ოცნებისა, ისევ და ისევ, იმიტომ რომ იმ საქმეზე პასუხის მოთხოვნა, რაც არის ქართული ოცნებისთვის პასუხი მოსათხოვი, ავარიების რაოდენობა, რატო არის 5-ჯერ მეტი ავარია თბილისის ქუჩებში ვიდრე ევროპაში? რატო არის ნარკოდამოკიდებულება და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მთავარი დაავადება და პანდემია ქართულ ბავშვებში? რატო არის ყოველი მესამე ახალგაზრდა, რატო არის უმუშევარი? შემოგდებული, როდესაც იმ პრობლემების უმეტესობა, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე გვარდება. მადლობა ანა, მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ. ანა დოლიძე, კოალიცია ხალხისთვის ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში. მოკლედ ქართულმა ოცნებამ დაიწყო უკვე ადგილობრივი არჩევნებისთვის სამზადისი. უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. პირობას ვაძლევს საზოგადოებას, რომ ქართული ოცნება მოიპოვოს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებასო. ხოლო ოპონენტები დამარცხებისთვის არიან განწერულიო. ასეთი იყო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება. გარკვეული ასე ვთქვათ გამოწვევა არის უკვე გაკეთებული ქართული ოცნების მხრიდან ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მისამართით და ვიცით რომ ოპოზიციის დამოკიდებულებაც ამ თემასთან დაკავშირებით არ არის ნამდვილად ასე ვთქვათ ერთგვაროვანი. ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. ხატია, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. არ ვიცი, თქვენი პასუხი ვიცით ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენი პოზიცია გახდა სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებული წინააღმდეგობის პლატფორმის დატოვების მიზეზიც. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. არ ვიცი, შეიძლება რაიმე გარემოებამ იქონიოს გავლენა თქვენს აი ამ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ როგორც უკვე წაგეკითხეთ, მდინარაძეს უთქვამს რომ თვითმმართველობის შესვლა არჩევნებში შესვლასთან თორდა. დიახ. არა. იცით
თვითმმართველობის არჩევნებში, რა ვიცი, შესვლასთან დაკავშირებით დისკუსია, მე მგონი რაღაცნაირად ესე უნდა მოვაქციოთ დიდ თემაში, ანუ დიდი თემის სურათად უნდა განვიხილოთ და შევხედოთ თუ რა პროცესებია დღეს საქართველოში. ანუ პროცესები არის შემდეგი, ქავტოემა, რომ ეს არის არალეგიტიმაცია, ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც აწუხებს ბიძინა ივანიშვილს და ყველაფერს ცდილობს ეხა რეჟიმის წარმომადგენლობა, რომ ეს რაღაც ტრამპის რაღაც სხვა რაკურსით ხელის აწევით, ვატიკანში ჩასვლით, არ ვიცი, იქ რაღაც სავალუტო ფონდში შეხვედრებით და ასე შემდეგ, რაღაცნაირად ეს არალეგიტიმურობა თითქოს პროპაგანდისტულად შემოაბრუნოს, იმიტომ რომ პრობლემა აქვს მართლა თავისივე კვლევებითაც პრობლემა აქვს. აწუხებს ის, რომ პროტესტი არ დასრულდა, იმიტომ რომ ნახეთ, მას მისცეს პირობა, ანუ ყველა ვინც მისი გადაწყვეტილება 28 ნოემბერს რაც იყო, რომ მოდი ახლა არჩევნები ჩატარდა, ვერაფერი გავაყალბეთ და არაფერი არ მოხდა, კონსოლიდაცია ოპოზიციამ ვერ მოახდინა, ხალხი ქუჩაში არ გამოდის და მოდით ახლა ჩვენ საბოლოოდ გადაუსვათ ხაზი მაგალითად ევროატლანტიკურ კურსს. 28 ნოემბერს მათ ეს განაცხადი გააკეთეს და შეცდნენ ამ განაცხადში, იმიტომ რომ მართლა ძალიან სერიოზული პრობლემა დაემთხვა, კი არა და ქართველი ხალხი ამას არ შეეგუა და ამის შემდეგ 150 რა ვიცი, მე-12 დღეა უკვე პროტესტია, ხო? აქ რაღაც მსვლელობებია, მარშებია, იქ სანქციებია და სანქციებზე ეხლა პროპაგანდა თვითონ საუბრობს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. გუშინდელ, თქვათ, ვიდეოს გავიხსენებ, რომელიც გავრცელდა კახიშვილის. აქვე უნდა ითქვას ერთი რამ, რომ ნახეთ, თვითონ ფიქრობდე, რომ ჩვენ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები ვიქნებოდით, ხო და ვართ კიდევაც მათ ხელში, მათი რეჟიმის პირობებში მეც, თქვენ სამართალს ვერ ვიპოვით, ათასობით ადამიანს აჯარიმებენ, მედიებს ხურავენ, გუდავენ ყველაფერს, სამოქალაქო საზოგადოება, ხალხი ციხეშია, საზოგადოების ძალიან კარგი ნაწილი, ზეამაღლობელზე დღეს აი მართლა აბსურდი იყო, რასაც ჩვენ მოვისმინეთ. მაგრამ ამისთან მიუხედავად, ივანიშვილი ხედავს, რომ არც ისე კარგად არის საქმე, როგორც მე არ ვამბობ, რომ ძალიან სუსტია, მე არ ვამბობ, რომ რაღაცა ჩამონგრევაზეა, მაგრამ თავს რომ უსაფრთხოდ არ გზნობს, ეს ყველაფერი გამოჩნდა ასევე საკადრო გადაადგილებებში. მე შემიძლია გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომ ლობისტური კომპანიები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მას პირდებოდნენ რაღაცნაირად დაალაგებას, ისინი დაითხოვა საერთოდ, ანუ შეწყვიტა კონტრაქტი და გარდა ამისა, მინდა გითხრათ, ნუ მაქვს ეხა მე ყველაფერი ვაშინგტონში ყველაფერი ძალიან ისეთია, ხო, ყველას რაღაცნაირად უზიარებს ინფორმაციას და აქაც ეხა ინფორმაცია ვერ მიიღო, ხო, იმიტომ რომ ნახეთ, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, სანამ გადავალთ უშუალო თემაზე. ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა თავის გუნდს, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, ვინც არიან და ეს პროპაგანდისტულადაც ისმოდა, რომ მე დავალაგებ ტრამპთან, იმიტომ რომ და ყველა ამას ამბობდა, რომ რაღაცა ახალი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების იქნებოდა ის ქვაკუთხედი, რომელიც გაწყვეტდა წელში საქართველოს მოქალაქეებს. ესე არ მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაალაგა ტრამპთან. ტრამპის პირიქით მათ ჩაიდინეს ყველაზე უფრო მძიმე შეცდომა ახალ ადმინისტრაციასთან. დაალაგა და ამიტომაც ასე ვთქვათ, ლობისტური კომპანიები დაითხოვა, იმიტომ რომ აი თუნდაც დავითაშვილის შეხვედრა სახელმწიფო თანაშემწესთან დავითაშვილი ჩავიდა. კმაყოფილები არიან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აი რაღაცა ახალი დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები. ამერიკის შეერთებული შტატების მხარის მიმართ არ ყოფილა არც ერთი გამოხმაურება ამ შეხვედრაზე. შეხვედრაზე ითქვა ის, რაც თქვათ, ელჩმა გაუთხრა ოცნების წარმომადგენელს ბოჭორიშვილს, მაგრამ ნახეთ, მე სხვა რამეს გეუბნებით ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა ამ ხალხს და ამბობდა, რომ იგი დაალაგებდა ტრამპის ადმინისტრაციასთან, სანქციები შეწყდებოდა, მათ მიმოსვლის პრობლემა არ ექნებოდათ, ფინანსური სანქციები არ ექნებოდათ და ამ დროს თავისივე გუნდში, ხა შეიძლება რაღაცა ძალიან ბობოლა კონცეფტში არა, ხო, მაგრამ თავისივე გუნდში რაღაც ესე ვთქვათ, ეს ბიუროკრატიული ნაწილი ამბობს, რომ კი, მაგრამ ჩვენ ამისთანა ლოიალურობის გამოხატვის გამო, როდესაც სისტემას ყველაფერს უსრულებდით, ხო, ლილუაშვილი აიღეთ. ჩვენ რატო გვასანქცირებენ, თუ ივანიშვილი ყოვლისშემძლეა და ყველაფერი ვერ გააკეთა, ხო? უფრო მეცაც გეტყვით, მათ ჩაიდინეს გამოუსწორებელი შეცდომა. ეს გამოუსწორებელი შეცდომა არის შემდეგი, თუ დაალაგება უნდოდა ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომ ტრამპის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც deep state-ის, ასე ვთქვათ, რაღაცა ხელქვეითი, რომ ვერ დაამარცხა მან deep state-ი, ეს ძალიან კარგად იციან ადმინისტრაციაში.
ბიძინა ივანიშვილმა როგორც ყველაფერი პროპაგანდისტულად გამოიყენა და გამოიყენა ტრამპიც, ხო? ანუ ჩემი მოსაზრებით, ანუ მიუხედავთ იმის, რომ ფოკუსი ეხა უკრაინაზეა, ევროკავშირშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული ახალი სანქციების პაკეტი ელოდება სხვადასხვა ქვეყნებიდან ეროვნული სანქციების პაკეტი და ესე არ არის, რომ ქართული ოცნება არის რაღაცა გადასარევად და ბიძინა ივანიშვილი ძალიან უსაფრთხოდ გრძნობს თავს. კი, მან ეხს ქონება გადამალა, ეხა დაუშვათ და საქართველოს გადააქცია. ანუ შეიძლება უკავშირდებოდეს, რომ ის ბლუმბერგის მილიარდელთა რეიტინგში აღარ არის. იცით რატომ მე ვფიქრობ, სხვა შორის ბატონმა რომა გოცირიძემ ახსნა ძალიან კარგად დღეს, რომ ანუ მან საქართველოს გადააქცია ოფშორის რაღაც კუნძულად თავისი ქონებისთვის, ოღონდ და აქ სახელმწიფო აზარალა დაახლოებით 200 მილიონიდან. მით უმეტეს, რომ ივანიშვილი ქონებას კარგავს და შესაბამისად შესუსტდება მისი მაგრამ ქონებას ეკარგება, ესე ვთქვათ, როგორ ფასი, იმიტომ რომ ის ძალიან დიდი, ვთქვათ, ნახატების კოლექცია, რომელსაც მას დაუსანქცირეს ინგლისში და დაუსანქცირეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინანსური სანქციების ქვეშ არის. ნაწილობრივ მას ხო ვერსად ვეღარ წაიღებს. ანუ ეს შეუძლია რა ვიცადმე გაიტანოს ქუჩაში და იქაც ვერ გაყიდის ოღონდ. ამიტომ ეს ფასი ხო ეკარგება ამ ყველაფერს, ხო? ანუ დასანქცირებული ოლიგარქი ეს არის ფასდაკარგული მეტწილად. ხა მე არ ვიცი ზუსტად ეს ალბათ ექსპერტული, თქვათ, რაღაც როგორ უნდა განმარტონ, როგორ ეცემა, თქვათ, ეს ქონება, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მან მთელი ეს ქონება საქართველოში შემოიტანა მეტწილად, არა, მაგრამ დარჩა დასავლეთში და ზუსტად ამის ეშინია ხა რომ დასავლეთში საბოლოოდ არ დასანქცირეს მისი აქციები. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ თქვით, რომ უახლოვდება კიდევ ქართულ ოცნებას სანქციების გარკვეული პაკეტი სხვადასხვა ქვეყნებიდან ალბათ ეროვნულ დონეზე? როგორ არა გვაქვს ეხლა ჩვენ მუშაობთ. არა, ეხლა მე არ მაქვს ამისი, თქვათ, როგორ გითხრათ, უფლებამოსილება, არა, უფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ჩვენ მუშაობთ ძალიან აქტიურად. ეს არის სხვადასხვა სეგმენტის მხრიდან დაწყებული, თქვათ, პროკურორებიც, რომოწმეები, მოსამართლეები, პოლიციელები, მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა გითხრათ და რა ვიცი, იმედი გაუცრუო, ეხლა ვთქვათ, რა ნებისმიერ პროპაგანდის წარმომადგენელს, რომ ისევე როგორც ყაველაშვილის ამბანის მიხედვით განლაგება არაფერს არ ნიშნავდა იმ წინა რიგში. არაფერს არ რაღაც ტრამპის ხელის აწევა, ხო, არაფერს არ ნიშნავს დაუშვათ მათი ეს მცდელობები. ამიტომ ივანიშვილს ეს აწუხებს ძალიან. ეხლა მეორე საკითხია. ეს საკითხი არის შემდეგი, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა როგორ კონდიციაშია და როგორ შეიძლება კიდევ გაუარესდეს ამ ხალხის მდგომარეობა, ხო? აი მე ვიცი, რომ საგადასახადო პრობლემები აქვს ძალიან სერიოზული უკვე ქართულ ოცნებას, ძალიან გაამკაცრა ბიზნესთან გაამკაცრა, ძალიან სერიოზული მაღალი ჯარიმები წავიდა ეს, იმიტომ რომ პრინციპში ინვესტიციები დაკლებულია, ფულადი გზავნილები მეტწილად დაკლებულია, თუ ვიზო რეჟიმის ასე ვთქვათ, პრობლემა შეიქმნა, ეს კატასტროფულ პრობლემას მოგვიტანს ხალხის გადინების დემოგრაფიული კუთხით და ასევე ანუ რადგან გაქვთ აი ინფორმაცია იგივე ინდივიდუალური სანქციების შესახებ, გექნებათ ინფორმაცია არის თუ არა გარკვეული სამზადისი, სწორედ აი ამ უვიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ ბოლო განცხადება, რომელიც გააკეთა თორსტაბი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ეს უვიზო შეზღუდვა დევს გასანხილვად მაგიდაზე. ივნისში წესით ამაზე განხილვები უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ივნისში დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ძალიან სერიოზული მსხვილი ნაბიჯი გადაედგმება სომხეთთან მიმართებაში. სომხეთი იღებს უკვე უვიზო მიმოსვლის უფლებას, მიიღებს ალბათ ევროპასთან. ამ ფონზე ეთანხმებით თუ არა, ევროპის საბჭომ უნდა მიიღოს, ხო? გამარტივებული შემადგენლობით მოდი ასე ვთქვათ გადაწყვეტილება საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე აი თქვენ როგორც ხატია დეკანოიძე, როგორც აი ამ კოალიციის წარმომადგენელი, ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენელი, ეთანხმებით თუ არა ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში. ეს ხო ჩემზე არ არის დამოკიდებული. არა, გავიგე, მაგრამ აი თქვენ როგორც ერთი მოქალაქე მე მაგალითად ჩემი მოსაზრება მქონდა როგორ უნდა მომხდარიყო ამ რეჟიმის დასანქცირება. გახსოვთ ალბათ მე თქვენთან ვისაუბრე. ეს არის ძალიან სერიოზული სია, რომელიც უნდა გაკეთეს და ამაზეც მუშაობა მიდის. შენგენის ხო ამას ვამბობ, ანუ მაგრამ იცით რა, როდესაც რეჟიმი არსებობს, ქალბატონებმა რეჟიმი, იქ ხალხიც ძალიან სერიოზულად ზარალდება. ეს არის ძალიან დიდი გულისკივილია ჩემთვის. მე რა თქმა უნდა არ ვეთანხმები კი არა უამრავი ჩემი
ახლობელი და მეგობარი და რა ვიცი შვილები გადაურჩათ და ჩვენ მიმულივართ ძალიან ხო ემიგრანტებზე ყველა ოჯახზე ემიგრანტი ყავს ხო მაგრამ სამწუხაროდ ჩემ და სამწუხაროდ ეს მე რო ვიყო რა თქმა უნდა ქართველი ხალხი ჩემთვის ყველაფერია მაგრამ აქ სტანდარტები რომელიც არის უვიზო რეჟიმისთვის ეს არის დემოკრატია მედიის განვითარება კანონის უზენაესობა ორგანიზებული დანაშაული აი ბოლოს მაგალითად ეხა არ ვიცი როგორ წინა თქვენი გამოსვლელი მომესმაყურში ნარკო დანაშაულთან ბრძოლა ხო მაგრამ ნახეთ აქ ძალიან სერიოზულ საფრთხე გვაქვს ჩვენ საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ ბოლო ანგარიში როგორც ტრანსნაციონალური ერთ-ერთი მარშრუტი ნარკო გადაზიდვების არის გამოკვეთილი ეხლა 17 ქვეყნისთვის გამარტივებული წესით, ხო იქ მე ახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ რაღაცა თქვა, რაღაცა გარკვეული შტამპები თუ აქვს და სხვადასხვა ქვეყნებსა, ეს არაფერს არ ცვლის. ეს არაფერს არ ცვლის. ნახეთ, ორგანიზებული დანაშაულის ნარკოტრაფიკის სულ რამოდენიმე მარშრუტი არსებობს. აქედან ყველა თითქმის ძალიან დიდი რისკია, რომ ამ ქვეყნებიდან ორგანიზებული დანაშაული გაიზარდოს. ჩვენ ამის გამო არავინ არ გვასანქცირებს, ხატია, სწორედ ამას მე არ გეთანხმებით ერთ რამეში. უვიზო მე ვიყავი წევრი იმ სამუშაო ჯგუფის, მაშინ უკრაინაში მუშაობდი, როდესაც უკრაინას ანიჭებდნენ უვიზო რეჟიმს, ხო? ანუ მიმოსვლას ევროპის კავშირში ჩვენს მერე მოხდა ეს. და ძალიან აქტიური წევრი ვიყავი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იცით რა იყო, რომ ქვეყანა უნდა ყოფილიყო ორგანიზებული დანაშაულის ძალიან სერიოზული ბრძოლის ეტაპზე, მათ შორის ორგანიზებული ბანდები და სხვადასხვა ეს თქვა ტრანსნაციონალური მარშრუტები და ასე შემდეგ უნდა შემცირებულიყო. ამიტომ ესეც ადამიანის უფლებებიც ისევ დეტალებში შევდივართ, მაგრამ დეტალებია ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ყველაფერი მნიშვნელოვანია, გეთანხმებით და საქართველოს ხო ამ სტანდარტების შესრულებით მოიპოვა საქართველოს. ეს სტანდარტები დაარღვია ქართულმა ოცნებამ, გავიგე, მაგრამ თავარი ანუ წინა პლანზე მოდის არა კონკრეტული სტანდარტების დარღვევა, არამედ ასე ვთქვათ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ამ გადაწყვეტილებისა. მე არ მინდა რა თქმა უნდა, ეს არის კატასტროფა ჩემი ქვეყნისთვის. კაცო, როგორ შეიძლება ეს გინდოდეს? ეს არის წარმოუდგენლად უკან დახევა დეკადებით. მაგრამ მისაღებია თუ არა, მისაღები კი არ არის, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს არის იმ სტანდარტების დარღვევა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ძირი გამოუთხარა თავიდან ბოლომდე. დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, მართლაც ორგანიზებულ დანაშაულს, ყველაფერს, პოლიტპატიმრების არსებობა, ევროპული კურსიდან გადახვევა, ევროსაბჭოდან ევროსაბჭოდან გამოვიდნენ. ეხლა ამაზე მეტი მე არ ვიცი უბრალოდ რა შეიძლება ამ რეჟიმმა რო გააკეთოს. ხო, ამიტომ ეს ჩემი სურვილი რო იყოს, მე ბიზნესს არ მინდა და მე მინდა ქვეყანა იყოს ნატოში, ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, არათუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, რაც კიდევ იმეორებ ადამიანების გამოკვებაზე და სამუშაო უფლებაზე კი არა, ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის სალომე ზურაბიშვილის ასე ვთქვათ, მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გადაწყვეტილებები დიდწილად იყო დამოკიდებული, ასეც არ არის, ითვალისწინებენ ისინი ოპოზიციის მოსაზრებებსაც და კიდევ ერთხელ ვიტყვით თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ჩვენ რა შეგვიძლია მივაწოდოთ? ჩვენ ვაწოდებთ სანქციების ძალიან სერიოზულ ჩამონათვალს ადამიანების რა უფლებები ირღვევა. მაგალითად, რაც მოხდა დღეს მზიამაღლობელის პროცესზე, ჩვენ ვაწოდებთ იმ ინფორმაციას, რაც გულისხმობს, რომ ბრუტალურობა კიდევ უფრო იზრდება და კანონები, რომელიც კონვეირული წესით მიიღება პარლამენტში, სხვა კანონები სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე კი არ მუშაობენ აი ამ ბრუტალურ დრაკონულ კანონებზე, რომ როგორ მოგვიღონ ბოლო ამ ქვეყანაში და ან გაგვაგდონ, ან დაგვიჭირონ, ან ვცემონ. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინფორმაცია თვითონაც აქვთ. ქვეყანა, რომელიც გადაუხვევს ევროატლანტიკურ კურსს, რაც არის გაცხადებული და დაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში, ას ქვეყანა არ ღვევს ყველანაირ სტანდარტს. ამიტომ ჩვენ ესე შევხედოთ, რომ ვინმეს მოთხოვნაზე კი არ არის ეს დამოკიდებული, ან რა მოთხოვნა უნდა იყოს. ეხლა მოთხოვნა რა ჩემთვის კატასტროფაა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი რჩება შემწეობის მიღმა, ხო? ანუ იმ შემწეობის როგორი იმ გამომუშავებული ელემენტარული თანხით, რომელსაც მოდიან უამრავი ახალგაზრდა განათლებას იღებს, თქვათ, მიდის, მოდის, გაცვლითი პროგრამებით, ეს ყველაფერი არის კატასტროფა.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ფიქრობ არა, მე მინდა ყველა საუბრთან ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არის პირველ რიგში სწორედ იმის ბრალი, რომ ქართული ოცნება გადაიქცა რეჟიმად, ანტიდასავლურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ხო, აუცილებლად მინდა თვითმმართველობაზე აღარ დავასრულეთ. თვითმმართველობასთან დაკავშირებით უკვე აღარც ვიცი, იმიტომ რომ პატა ბურჭულაძე საუბრობდა აქ ჩემს ეთერში, რომ მას ადამიანების წრესთან ერთად ჰქონდა აქვს იდეა, რომ არჩევნები ჩაატაროს ოპოზიციამ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, თქვენ თავად ჩამოაყალიბოთ ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც მითხრა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობასთან უკვე ჰქონდა შეხვედრა, ანუ ტექნოლოგიური თვალსაზრისით არჩევნები უნდა ჩატარდეს ტელეფონით და უნდა დაასწროს ოპოზიციამ ახალი არჩევნები ჩატარდება სექტემბერში, ხოლო ადგილობრივი არჩევნების ჩატარება ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს უკვე ოქტომბერში. აი, რას ფიქრობთ, იქნებ რაღაცა უფრო მეტი მითხრათ? მეტი ინფორმაცია არ მაქვს, ეხლა პირველად გავიგე თქვენთან არ მომისმენია ნამდვილად ეს, მაგრამ ჩემი კონსულტაციები არ ქონიათ? ჩემთან პირადად არა, მე არ ვიცი, ანუ არ ვიცი, არა მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები, როდესაც ტარდება, ყველა ადამიანს უნდა კონდეს მონაწილეობის მიღების უფლება, საშუალება სამართლიან გარემოში. ამ სტატუს კოს პირობებში, როდესაც ბეძინა ივანიშვილი არის რეჟიმი და კალანდარიშვილის პირობებში შეიძლება სტატუს კოს, რა ვიცი, აი ამ თელ მოცემულობაში ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებში გასვლას, მე აზრს ვერ ვხედავ უწყლად, იმიტომ რომ ეს დამატებითი ლეგიტიმაცია. ამიტომ მსჯელობს ოპოზიცია, რომ თავადე ჩაატაროს არჩევნები. არ ვიცი, ყველანაირი ფორმის გამონახვა შესაძლებელია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რეჟიმის დასუსტების შემთხვევაში საერთო ეროვნულის დანიშვნა არის შესაძლებელი. ეხლა ცალკე რაღაცა ჯგუფმა ჩაატაროს, მე არ ვიცი, ვერ გეტყვის ტექნოლოგიურად ეს როგორ არის შესაძლებელი, არ ვიცი ტელეფონით თუ როგორ, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია, მაგრამ საერთო ეროვნული არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა შიგნით და გარეთ გაიზრდება. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა, ეს არის საკენკი, აი მზესუმს გადაუგდებს. იმიტომ ეს კანონი იმიტომ გაიწვიეს უკან ნაციონალური მოძრაობის გაუქმების, იმიტომ რომ რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ ვიღაც არჩევნებში შევა თვითმმართველობის არჩევნებში ამ პირობებში შესვლა. მე გეტყვით, მე მონაწილეობდი რამდენიმე თვითმმართველობის არჩევნებში, ერთი ქალაქი, ერთი ტური ქუთაისი მოგებული მაქვს, პირველი ტური და შემიძლია გითხრათ, რომ მაშინდელი სიტუაცია განსხვავდება დღევანდელი სიტუაციისგან. ამ პირობებში, როდესაც ეს სტატუს კო იქნება ყველა ინსტიტუტში, კომისიის წევრებს ვერ დავაკომპლექტებთ მარტივად და ეს იქნება უბრალოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ რაღაცნაირად იმის ახსნა, რომ იცი რა, ჩვენ შეგვიძლია მე არ ვეთანხმები, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა დიდი ქალაქების ესე წამოღება. იცით რატო არ ვეთანხმები? ჩვენ თავში განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად თქვენ დატოვეთ წინააღმდეგობის თქვენ მკითხეთ, თქვენ მკითხეთ და მე გიპასუხეთ ჩემი მოსაზრება. რაც შეეხება ეხლა განიხილება თუ არ განიხილება, არ არსებობს აბუდადებული შეწყვეტილი. აი, ჩვენ ხო გქონდა ესეთი ძლიერი ინტენსიური კომუნიკაცია 4 ძირითად პოლიტიკურ კოალიციას შორის, ხო? არა, კომუნიკაცია რა ვიცი, ყველაფერზე გრძელდება, არის რა? კი, განსაკუთრებით საერთაშორისო არ ვიცი ხა რა ფორმატში, რა ვიცი, ნებისმიერი ფორმატი ძალიან მისაღებია საერთაშორისო საკითხებზე განსაკუთრებით შევდარჩენილიყავით იმ წინააღმდეგობის. იცით რა, აქ მე მგონი აიხსნა განსაკუთრებით. მე საერთოდ ესე უყურებ ამ საკითხს, ეს იყო დაუშვათ და როგორც ახსნეს ეს იყო, მე ვფიქრობ ძალიან ცუდი, როდესაც შეწყალების ის ფორმა თავის დისკრეცია სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა, მაგრამ მე ესე უყურებ ამ საკითხს, დღეს თქვენ კოლეგებს ვესაუბრებოდი. ამ ქვეყანაში ზოგადად ჩვენ კი არა, ამ ქვეყანას რაღაცნაირად მომავლისთვის დარჩა სულს რამოდენიმე თვე. არა აპოკალიფსური რაღაცა სცენარით, მაგრამ მართლა ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს რამოდენიმე თვე. ნებისმიერი პოლიტიკური კეკლუცობა, ნებისმიერი პოლიტიკური რაღაცა ისტაბლიშმენტზე საუბარი, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვრჩება უკან. ჩვენ თუ არ გავითავისეთ, რომ ერთმანეთის გარდა დამცველები უბრალოდ არ გვყავს, ჩვენ არ გვყავს სასამართლო, თქვენ რო გაგიჭირდეთ რამე, რა ვიცი, იმედი არასდროს გაგიჭირდებათ, ან ჩვენ ხო თქვენთან უნდა მოვიდე როგორც მედიის წარმომადგენლად, სხვაგან ხო ვერ წავალ, ვერ სასამართლოში. ამიტომ ნებისმიერი პროცესი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ინტეგრაციულად შეეცდება ხიდების გადებას ყველასთან და რაღაც ფორმა, არსებობს რაღაც აი ახალი ფორმები დაარსდა, მოძრაობები, რაღაც თქვათ ერთობები, ნებისმიერი ესეთი მზადება 26 მაისის აქციისთვის იქნება თუ ზოგადად საერთაშორისო კომუნიკაციისთვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მე ესე უყურებ ამას პირადად, სუბიექტურად. რაც შეეხება სხვა განსხვავებებს,
კიდევ ვიმეორებ, აი პოლიტიკური განსხვავებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან მალე შეიძლება მართლა აი ესე მოგვაკრან რაღაც ნიშანი, როგორც მეორე ხარისხოვან მოქალაქეებს და მართლა აგვიგრძალონ ყველაფერი. თქვენთან მოსვლაც ამიგრძალონ, რა ვიცი, სუნთქვა ამიგრძალონ, დაგვაყადაღებენ. ალბათ დამაყედაღებენ მე მალე, იმიტომ რომ რაღაც ჯარიმები მაქვს ხო, რაღაც 3 ჯარიმა მაქვს, სასამართლო ჯერ ერთი მქონდა, მე მგონი კი დანარჩენი არ მქონია. არ ვიცი, აი საქართველოს ღალატის კომისია მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ქმნის იმ ფონს, რომ დიქტატურა ძალიან ესეთი რეგრესით დაბლა მიდის. ეს არ მიდის აღმავალი გზით. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ძალების მეტწილად სადაც შეგვიძლია კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ. იქ არ ხერხდება, იქ უნდა მოვახდინოთ. იქ არ ხერხდება, იქ უნდა მოვახდინოთ. მუშაობს, კაცო, სანქციებზე ამხელა პრობლემა სყვებოდა ადამიანი, რომ თურმე ყველა ჩინოვნიკს ადარდებს, რომ სანქციები ვერ გააჩერა ივანიშვილმა. თქვენ რა გონიათ ახლა იქ მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები რო არიან, რიგითი პროკურორები, რომლებიც ესე რა ვიცი, ჰალსტუხ გამოჭერილები დადიან და კატასტროფებს ლაპარაკობენ ამ პროცესებზე და დასანქცირდნენ. ანუ იმათ არა აქვს ეს კითხვა, რომ ივანიშვილი რო გვპირდებოდა, რომ არაფერი არ იქნება, როგორ დაგვასანქცირებს? ფული თქვენ ამბობთ, რომ სანქციები არის ოპოზიციის კონსოლიდაციის შედეგი და შესაბამისად შიდა ბრძოლის ფრონტზეც იქ სადაც შესაძლებელია მაინც უნდა შედგეს კონსოლიდაცია. რა თქმა უნდა, კონსოლიდაციის გარეშე. რა გეგმა აქვს ახლა ნაციონალურ მოძრაობას? ფაქტია, რომ კონსოლიდაცია ვერ შედგა. პირდაპირ უწყვე ლელოსთან და გახარიასთან. აი ახლა რა შანსები რჩება და ვისთან გარკვეული კონსოლიდაციის თუ მაგალითად გექნებათ პოლიტიკური ბრძოლის დამოუკიდებელი გეგმა და სტრატეგია. ამ სიტუაციაში ჩემი მოსაზრებით არავითარი დამოუკიდებელი სტრატეგია არ არსებობს. ყველა ვართ ერთად და ერთ ნავში ვართ ყველა. ნახეთ, ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ მე ჩემი მოსაზრებით ძალიან მარტივია აი ეს ფორმულა ყველაფერი, თავში რო გავიაზროთ, რომ ივანიშვილი არ გზნობს თავს უსაფრთხოდ, რაღაცა გამოცვალა თავისი კადრები, ჩვენთანაც რთული სიტუაცია აქეთ, მაგრამ ჩვენ მეტწილად ჩვენი მორალური სიცხადით და ძალიან დიდი ნებისყოფით ამას ყველაფერს უმკლავდებით და გაგრძელდება ეს პროტესტი. კიდე დაანონსებულია ახალი თქვა თარიღები, რომელიც მიმულია სიმბოლური 26 მანამდეც არ ვიცი, ჯერ მე მგონი არ ყოფილა ესე გამოცხადებულად რაღაცა კონკრეტულად ესეთი ფორმა, მაგრამ მე ეს მე დავწერე 2 კვირის თუ 3 კვირის წინ. მე დავწერე ეს და თქვი რომ ერთადერთი ეხლა რაზეც უნდა ლაპარაკობდეს ოპოზიცია და ყველა ეს უნდა იყოს დიდი მზადება 26 მაისისთვის. მე ვთქვი, იმიტომ რომ ჩემი აზრით თავარი დღის წესრიგი უნდა შეიქმნას 26 მაისს. მზადება 31 მარტისთვისაც ვნახეთ ჩვენ, მაგრამ ანუ იგივე სამზადისი უნდა იყოს. ავტომატ დიდი მზადება ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია მოვახდინოთ, ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და ჩვენ დამოუკიდებლობა ჩვენ ვიზეიმოთ. თქვენ რა უნდა შესთავაზოთ? თქვენ რა უნდა შესთავაზოთ პოლიტიკურმა ძალებმა, რა უნდა შესთავაზოთ ადამიანებს, იმიტომ რომ ნახეთ იმედგაცრუებულები, ხო? იცით რა, იმედგაცრუება, ეხლა ძალიან ბევრი შემიძლია კონკრეტულ პოლიტიკურ განაცხადს ოპოზიციური პარტიებისა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. აი ამას გეკითხებით. ქალბატონებმა, მოდით ესე დავიწყოთ ახლა, მოდით ესე დავიწყოთ. უნდა იყოს რაღაცა კარგად ორგანიზებული საზეიმო კი არა, კაცო, ჩვენ საზეიმო საქმე არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან სერიოზულად ქვეყნის მომავლისთვის. ანუ არა გვაქვს ჩვენ საზეიმო საქმე. მე ვამბობ სხვა რამეს. კონსოლიდაცია ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე არის შესაძლებელი. კონსოლიდაციაში რაც გულისხმობ იმას, რომ ეს ქვეყანა რეჟიმი დასუსტეს, თავალი საყრდენები მოუსუსტეს, როგორც რა ვიცი, ჩვენ ხედავთ, აგერ სანქციები მუშაობს, პროპაგანდა ვერ გზნობს თავს კარგად და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი ამოცანა ჩვენი რა არის, რომ ეს პროტესტი ყველანაირად გაძლიერდეს. პოლიტიკური პროცესი, როდესაც ვსაუბრობთ, ვენდა თქვენ ასაუბრები გვაქვს ამაზე. არსებობს სულ რამოდენიმე პოლიტიკური პროცესი, რაც ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში იმართება. პარლამენტი, არჩევნები და პარტიებს სხვა ფუნქცია არ გაგვაჩნია. ანუ არ არსებობს პარტიის სხვა ფუნქცია. რომ გარდა იმისა, რომ შენ შეხვიდი არჩევნებზე, წინასაარჩევნო კამპანია აწარმოო, შემდეგ ხელისუფლებაში თუ მოხვალ, ან თუ კოალიციით მოხვალ, შენი გეგმები წარადგინო და რაღაცნაირად ქვეყანა მართო, სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესი ვერ გამოიგონებს სხვა პოლიტიკურ პროცესს. ეხლა მთავარია რა, მე არ გეთანხმებით იმაში, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი. ეს იყო ბოიკოტი პარლამენტის, რომელმაც განაპირობა ერთპარტიული პარლამენტი და არა ლეგიტიმურობა სხვათა შორის. ეს იყო წარმოუდგენლად ერთი ასე ვთქვათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც შექმნა და საკმარისია, ანუ ის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ინტეგრაცია საზოგადოებრივ პროტესტთან, რომელიც 7 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა. არა, ქალბატონებმა, მე მერწმუნეთ, რომ
პოლიტიკურ პარტიების შესაბამისად იმდენი შემიძლია ვილაპარაკო და ნასაუბრები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც იმალება, მაგრამ სხვა რამეს გეუბნები. სხვა რამეს მე როგორ ხედავ, არის რომ კონსოლიდაცია უნდა იყოს მაქსიმალური. ამიტომ თქვი რომ პირველი დიახ, პოლიტიკური პროცესი შეიქმნა ნამდვილად ბოიკოტით. პოლიტიკური პროცესი შეიქმნა, რომ ყველა პოლიტიკოსმა აიღო რისკი ძალიან დიდი და არ მივიდა საქართველოს ღალატის კომისიაზე. ძალიან დიდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, ბევრმა ადამიანმა. პოლიტიკური პროცესი იქნება მეტწილად, მე არ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი პროცესი. ნამდვილად არ გამოვდგები ეხა რაღაცა პარტიული ისტაბლიშმენტის დამცველად, ნამდვილად, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არ განსხვავდება საზოგადოებრივი პროცესისგან. ჩვენ ვართ ამ საზოგადოების ნაწილი, პარტიებიც. ახალი galaktikიდან ხო არ ჩამოვარდნილა რაღაც ეს პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ არ იქნება ძალების კონსოლიდაცია, თუ არ იქნება რაღაცნაირად გადება ხიდების ერთმანეთთან, თუ არ იქნება, თქვენი გააკეთეთ, ის იქ იყოს, მე შევჯერდეთ დიდი რაღაცა მარშები, მსვლელობები, წინააღმდეგობის მოძრაობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თუ არ იქნება, გაგვიჭირდება, იმიტომ რომ აი მედიას გუდავს დღეს მთავარი პრაქტიკულად დაიხურა, ხო? ანუ გული მომიკვდა, მართლა ძალიან სევდიანია ეს, როდესაც ესეთი წინააღმდეგობის პლატფორმა აკლდება პროტესტში ადამიანებს. მაგრამ ჩემი მოსაზრება, მე არ ვარ ასე ვთქვათ რაღაცა პესიმისტურად, მე ვუყურებ ძალიან ოპტიმისტურად ამ ყველაფერს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ფიქრობდეთ და მოძრაობდეთ იმისკენ, რომ ქართული ოცნების სისტემები გამოვიყენოთ და მაქსიმალური კონსოლიდაცია. მადლობა ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ გედევან ფოფხაძეს კოალიციის ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს მოусმინეთ. მაშინ ასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ყველა აქტიური ადამიანის, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაშია ჩართული, გზები დრო და დრო ეგრეთ წოდებულ პროკურატურაზე, სასამართლოზე და ციხის საკნებზე გადისო. დღეს ასეთ განცხადება გააკეთა კოალიციის ცვლილებების ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, რომელსაც აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, მოლოდინი, რომ შესაძლებელია მას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ სხვა პოლიტიკოსების მსგავსად გირაო კი არ შეუფარდოს, არამედ პირდაპირ საპატიმრო დაწესებულებაში გაუშვა, რადგან როგორც ვიცით, დღეს მოსამართლემ ყველა მისი მიმდინარე სიცხლის საქმე გამოითხოვა და ერთ-ერთ სიცხლის სამართლის საქმეზე მას უკვე აქვს გირაო, მის მიმართ უკვე არის გამოყენებული გირაო, როგორც ერთ-ერთი აღკვეთი ღონისძიების ერთ-ერთი სახე. არსებობს თუ არა ასეთი მოლოდინი, როგორც ვიცით, ხვალ არის სასამართლოს ხდომა და არსებობს თუ არა მისი დაპატიმრების მოლოდინი კოალიციაში, გედევან ფოფხაძე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვერთა. მოგესალმებით, მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის. არსებობს თუ არა დავუშვათ ასეთი მოლოდინი, რომ შესაძლებელია ნიკა მელია ხვალ საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანოს და თუ ასეთი მოლოდინი გაქვთ, რას ეფუძნება ეს მოლოდინი თქვენს კოალიციაში? ინედ ამ ხმაში მართლმსაჯულება არ არსებობს. არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და რეჟიმს თვითონ შეუძლია განსაზღვროს, ვინ ყავდეს ციხეში და ვინ დააწინაუროს. მათ შეუძლიათ კრიმინალები აქციონებად მოსამართლებად და კორუმპირებული ჩინოვნიკები თავის პოლიტიკურ საყრდენად შესაბამისად, რატო არ უნდა ველოდებოდათ იმას, რომ პოლიტიკური ოპოზიციის იმიტომ რომ მანამდე არაერთი განაჩენი იქნა გამოტანილი, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს დასჯერდა ამ შემთხვევაში პროკურატურაც და მოსამართლეც შემდეგ. მე ახლა წინასწარ მაინც ხვალენდელ სასამართლოს გადაწყვეტილებას ასე ერთმნიშვნელოვნად ახლა მეც მიმაჩნია, რომ არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, თუ შენ გინდა ქვეყანა საერთოდ არ გაიყვანოს სამართლებრივი სივრციდან, რომ ასეთი დაჭერა განახორციელო რა, იმიტომ რომ ეს დაჭერები და ის 50 პატიმარიც, რომელიც დღეს რეჟიმს ყავს ციხეში და ვიცით, რომ ესენი არიან სინდისის პატიმრები და უკანონო პატიმრები და მათ ციხეში მარტო იმიტომ ხდებათ ყოფნა, რომ ისინი აპროტესტებდნენ ქვეყნის პრორუსულ რეჟიმის ჩამოყალიბებას, ისინი ბრძოდნენ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს პუტინის პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელი თავრობა. ამის გამო ადამიანს ციხეში არ უნდა იჯდეს, ხო? იმიტომ რომ ეს არის ყველა ქართველის მოვალეობა, რომ
ოკუპანტის წინააღმდეგ გამოვიდეს და თავის სათქმელი თქვას, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ასობით და ათასობით ადამიანი, რომელიც შეეწირა საკუპაციო რეჟიმთან ბრძოლას, ჩვენი წინაპრები ასე ცხოვრობდნენ, ეს იყო მათი მორალური კრედო, რომ ოკუპანტს არ უნდა თავი დაუხარო და უნდა იბრძოლო და უნდა წინააღმდეგობა გაუწიო. ეს არის გზა, რომელიც გაიარა დავით აღმაშენებელმაც და ბიძინა ჩოლოყაშვილმაც, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმაც. ეს არის ანწუხელიძის გზა და ჩვენიურად გვესმის, რომ ციხეში უნდა იჯდეს არა ის ადამიანი, რომელიც რუსულ რეჟიმს აპროტესტებს, არამედ ის, ვინც რუსულ რეჟიმს ემსახურება. დღეს ნახეთ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ის პატიმრობაში დატოვეს და თანაც თქვა, რომ არსებობს მომეტებული საფრთხე იმისა, რომ მან განმეორებით ჩაიდინოს დანაშაული. ამ შემთხვევაში საუბარია დანაშაულზე სამართალდამცავების წინააღმდეგ. მზიას პატიმრობა ხო გვესმის, რომ ეს არ არის კერძო პირის მიმართ პრევენცია რა, რომ მანდამაინც მზია ამაღლობელი იყო მათთვის საფრთხე და მაგიტო ჩასვას. ეს არის საჩვენებელი ზოგადი პრევენცია, რომ ყველა იგრძნოს, რომ არავის არ დაინდობენ, არ ჯურნალისტს, არც ქალს, არავის, ვინც მათ რეჟიმს რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის. გასაგებია, რომ იქით არის პოლიცია, რომელიც ემსახურება რეჟიმის დაცვას, ემსახურება უკანონო რეჟიმს, უზურპატორ რეჟიმს, ემსახურება პრორუსულ რეჟიმს და შესაბამისად ესენი ყველა არიან სამართლებრივი სივრციდან გასულები. თუ მე ვამბობ, რომ არჩევნები გაყავდა და ეს არის პირველ რიგში თვითმარქვია რეჟიმი, თუ ვამბობ, რომ ეს რეჟიმი ემსახურება რუსეთის ინტერესებს, თუ ვამბობ, რომ ამ რეჟიმმა დაარღვია კონსტიტუცია და 78 მუხლის შესრულებაზე განაცხადა ვარი და შესაბამისად გავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან, ხო? აქ უკვე საუბარი იმაზე, რომ აქ რაიმე სამართლებრივი სივრცე მათ დატოვეს, გამორიცხულია. მე მიმაჩნია, რომ კობახიძეც, ივანიშვილიც, ყალაძეს ესენიც ყველა ციხეში უნდა იყვნენ, მაგრამ ძალა იღებს დღეს გადაწყვეტილებას და არა სამართალი. მოსამართლეები უბრალოდ ასრულებენ პოლიტიკურ შეკვეთებს. ისინი იჭერენ მზია ამაღლობელს, რომელიც მორალურად ამ ქვეყნის წინაშე მართალია და გმირი ადამიანია, წესიერი ადამიანია, რომელმაც თავისი ქვეყნის და ხალხის წინაშე სწორი სამოქალაქო პოზიცია დაიკავა და იქით არიან ადამიანები, რომლებიც ასეთი პოზიციის გამო სვავენ, იმიტომ რომ კალაძემ რო ფული მოიპაროს ბიუჯეტიდან ამას ხელი ეშლება ივანიშვილმა რომ პუტინის შეკვეთები შეასრულოს ასეთი ადამიანები მას ხალხს სახელმწიფო ძალას თუ გულისხმობთ, კი ბატონო, გეთანხმებით, რომ სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ძალა, ბერკეტები არის ქართული ოცნების ხელში, მაგრამ ოპოზიცია ხომ არ ვიცი, არჩევნების შემდეგ სწორედ იმაზე პედალირებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა, ამ მომრჩევლის უმრავლესობამ სწორედ მათ გამოუცხადა ნდობა და მხარდაჭერა, უბრალოდ ქართულმა ოცნებამ ეს არჩევნები ტოტალურად გააყალბა. თქვენს მხარესაც ძალიან დიდი ძალაა და ეს არის ხალხი. აი, როგორ აპირებს ოპოზიცია ამ ძალის გამოყენებას, იმიტომ რომ დრო სულ უფრო ცოტა რჩება. ანუ გულისხმობ, აგერ დროს მომავალ არჩევნებამდე, ადგილობრივი არჩევნებისთვის სამზადის იწყებს უკვე ქართული ოცნება უახლოეს მომავალში. მოდი, რადგანაც მაგკითხოს მისვა, მოდი გავანალიზოთ, როგორ შეიძლება ეს ხალხი გამოვიყენოთ. ეს შენი აზრით როგორ შეიძლება ხალხი გამოიყენოს ოპოზიცია? მე ესეთი ნაუცბათები პასუხი გინდათ ჩემგან? აზრი მაინტერესებს უბრალოდ. აი, როგორ მიგაჩნია, რა ფორმით შეიძლება ხალხი გამოიყენოს? რა თქმა უნდა, მხარდაჭერაში. ქუჩის აქციები? არ ვიცი, ჯერ მათ ის მხარდაჭერა უნდა გამოგიცხადონ, არ ვიცი, სხვა ფორმითაც, თუნდაც ქუჩაში რა მხარდაჭერაც გამოხატეს 26 ოქტომბრის არჩევნების დროს, არ მეთანხმებით? არა, ქუჩაში ოპოზიცია ხალხს არაერთხელ გამოუხატავს თავისი მხარდაჭერა და ჩვენ გვინახია ძალიან ხალხმრავალი აქციები. კი, ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ძალაზე, დიახ, ანგარიშგასაწევ ძალაზე, ხომ? რომლისაც პირდაპირ ვთქვათ, მოდი, შეეშინდება ქართულ ოცნებას და დაიწყებს უკან დახევას. ქართულ ოცნებას შეეშინდება თუ ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ შემოვიდანთ სამხედრო იარაღს და ამ ხალხს დაურიგებთ ავტომატებს ქუჩაში. ამისი შეეშინდება, მაგრამ მშვიდობიანი აქციების ქართულ ოცნებას არ შეეშინდება. ქართულ ოცნებას საკმარისი პოლიციური რეჟიმი აქვს იმისათვის, რომ ეს ხალხი დაარბიოს. ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რუსთაველზე ყოფილა და იქნება დარბეული ხელისუფლების მხრიდან. აქ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ეს ხალხი შეიძლება რაიმე ფორმით გამოვიყენოთ, ეხლა არის კიდე უდელგაპონის მისია, ხო? მე შემიძლია უთხრა ამ მოდი შენობაში შევიჭრებია, მივიყვან, აი რაღაც ღბარზე გადავიყვან ამ ხალხს, გაისურია და ისე მე გამოვან მწვანე რა. ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ხალხით აპელირებას არ უნდა ცდილობდეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ
ვიტყვით რომ აი ხალხი ჩვენ მხარესაა და აი შეხედეთ ამ ხალხს ეს არანაირ ეფექტს არ იქონებს. თუ ჩვენ ვეტყვით ხალხს რომ ხალხო მოდი დავამხოთ ეს რეჟიმი და წავიყვანთ შენობებისკენ ეს უკვე მღვდელი გაპონის ფუნქცია. მე მეჩნია რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა მორალური ფუნქცია შეასრულოს, უნდა თვითონ წავიდეს იმ ზღვარზე რა ზღვარიც არის გადასალახი და დაუმტკიცოს საზოგადოებას რომ ის მზად არის არა მარტო საპრობილეებისთვის, არამედ სიკვდილისთვისაც. რას გულისხმობთ ბატონო გედი უკეთ ამიხსენით რა ის რომ მე გულისხმობ იმას რომ ჩვენ რასვართან უნდა მივიდეს არ უნდა კიდევ რა შეიძლება გააკეთოს არ უნდა ვცნოთ ამათი სამართლებრივი არსებობა. თუ სასამართლო იჭერს ნიკა მელიას, მარტო ნიკა მელიას სასამართლომ არ უნდა დაიჭიროს, უნდა დაგვიჭიროს ყველა. ჩვენ ამისი წინაპირობები უკვე უნდა შევქმნათ რა. პოლიტიკური ოპოზიცია უნდა წავიდეს ციხეში. ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ეს პოზიცია ჩვენი მასობრივი თავგანწირვა და ჩვენი მასობრივი პროტესტი და დაუმორჩილებლობა რეჟიმის მიმართ უნდა გარდაიზარდოს იმაში, რომ ჩვენ დავიკავოთ ის ადგილები, რომელსაც ხვალ მათ დაუთმობთ. მე გარანტიას ვაძლევ ივანიშვილს, რომ თუ ის მე კამერაში ადგილს მომიძებნის, იმ კამერაში ის ჩემზე უფრო დიდი ხანი იქნება. ძალიან საინტერესო რამ მითხარით, აი გარკვეული ასე ვთქვათ, ხედვა, სტრატეგია, ერთ-ერთი ვერსია, რაც აქამდე არ მოგვისმენია, მაგრამ ორი შეკითხვა გამიშთა. ნიკა მელიას თუ დააკავებენ, მისი დაკავების სამართლებრივი მიზეზი შეიძლება გაჩნდეს. აი დანარჩენი ოპოზიცია, ანუ ფორმალურად სამართლებრივი მიზეზი. ანუ იტყვია რომ გირა უკვე აქვს შეფარდებული ერთ-ერთ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ამიტომ უნდა გითხრათ რომ ესეთი манипуляციებია და ჟანგლიორობა კანონებით, რომელიც ჩემთვის არ არის ღირებული რა. მაგ ეხლა ვისაც 50 ადამიანს ის უკანონოდ. ეხლა სამართლებრივი მიზეზი ზეამაღლობელის ციხეში ყოფნის რა არის, რომ ძალადობა განახორციელა პოლიციელზე. ასეთი რა ძალადობა განახორციელა, ხალი დაიჭირა და ციხეში. კარგი, აი ხა იურის ველაპარაკები და მაშინ სხვა და პოლიტიკოს, იურის პოლიტიკოს, მაშინ სხვა აგვარად კითხავთ. აი ხაზარაძე და ჯაფარიძე ხომ არ დაიჭირეს იგივე ბრალდებით. ხოლ გირაო შეუფარდეს 50-50,000 ლარი. თავი როგორ უნდა თქვენ ხო თქვით, თავი როგორ უნდა დააჭერინონ ამ ადამიანებმა? არაფერ არ უნდა გადაიხადო გირაო, არ უნდა ცნო ესენი საერთოდ, არ უნდა ჩაიბარო არაფერი მაგათი დოკუმენტი, არ უნდა ცნო მათი არანაირი მოქმედება, თავზე უნდა დაახიო ნებისმიერი პროკურატურის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცნობთ ამ რეჟიმს. ჩვენ არ ვცნობთ მათ ჩინოვნიკებს. აკეთებს ვინმე გადახდას, მე არ მსმენი. არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში გეუბნებით, რომ ჩვენ მათი სამართლებრივი გადაწყვეტილებები უნდა ჩავთვალოთ ფარატინა ქაღალდებად, არაფერში არ უნდა შევყვეთ, უნდა უთხრათ, რომ მოიხმარონ ეს ქაღალდები სხვა ფუნქციით, ჩვენ ამ ქაღალდებით ნუ გველაპარაკებიან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ციხეში არის ბიძინა ივანიშვილის ადგილი, კობახიძის ადგილი, კალაძის ადგილი, ისინი არიან სამშობლოს მოღალატები და ისინი არიან კრიმინალები. მე ემა 1 ლარი არ მისარგებლია. მე ნულობანი ქონებრივი დეკლარაცია მაქვს. მე 2012 წელს 1 ოქტომბერში ხალხმა გამარჯვება მიაღწია, იმ გამარჯვებისთვის არ მიღალატია. ამათმა უღალატეს. ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის შნირი და ის უნდა იჯდეს ციხეში. მე რატომ უნდა ვიჯდეს ციხეში? ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა ცნოთ მათი სამართლებრივი სივრცე, საერთოდ არ უნდა ცნოთ. უნდა გავანულოთ მათი სამართლებრივი სივრცე ჩვენს წარმოდგენაში და დაგვიჭირონ ყველა. და ყველას თუ დაიჭერენ? ყველას ვერ დაიჭერენ. რატო ვერ დაიჭერენ? ანუ ლიდერების უმეტესობას თუ დაიჭერენ, მაშინ ეს როგორ დაეხმარება, არ ვიცი. ეს არის მორალური არჩევანი, დაეხმარება, ეს დაეხმარება, ეს იქნება პოლიტიკური განაცხადი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი. ეს იქნება ხალხის მღელვარების, ასე ვთქვათ, მიზეზი? აი რა მოხდება გარეთ? იცი რა არის? მე მაინც მორწმუნე ადამიანი ვარ, მე ივანიშვილთან ერთი კონფლიქტი მქონდა მაგ თემაზე, როცა უთხარი რომ თუ ასე მოიქცევი, მეთქე როგორც იქცევი, მადლი არ გიქნება თქო და იმან მითხრა რომ ვინც მაგ კატეგორიებით საუბრობს, იმას პოლიტიკაში აიფე არ ესაქმება. მე იმაშინა მადლის და ცოდვის კატეგორიები პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც ადამიანს უნდა კონდეს. მაგი არის აგრესიული ათეისტი, მე ვარ მორწმუნე ადამიანი. ჩვენ შორის ეს პრინციპული განსხვავება არსებობს. მე მწამს იმისი რომ თუ მე მოვიქცევი ისე როგორც სწორია და ვიზამ ისე როგორც მორალურად არის გამართლებული, ეს გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან თავის შედეგს მოიტანს. მე ასეთი გათვლა რომ ახლა მე მომკლავენ, დამიჭერენ, რა ვიცი, გადამივლიან და ხალხი არ შეფოთდება, მე განდი არა ვარ რომ ასეთი მოლოდინი მქონდეს და შეიძლება განდისაც არ ქონდა მაგ მოლოდინი. ეს არის მორალური არჩევანი, გესმით? ჩვენი მორალური არჩევანი გავაკეთოთ
მოვიქცეთ ისე როგორც სწორია და რაც იქნება, იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ კოტე აფხაზი და ქაიხოსრო ჩოგოლოყაშვილი არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ მათი საქმიანობა და ცხოვრების წესი როგორ მოახდენდა ისტორიულ მოვლენების ზეგავლენას. ეს თქვენი ხედვა თუ ასეთი პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენს კოალიციას. საინტერესოა თუ გქონდათ უკვე გარკვეული ტიპის, არ ვიცი, კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ კოალიციებთან, რომლის ლიდერებიც სწორედ აი ამ თქვენი ლიდერებივით აი ამ რაღაცა სამართლებრივ მარყუჟის ქვეშ არიან. მე ყველაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ნიკა გვარამი არის ჩემი მეგობარი. ნიკა არის ადამიანი, რომელიც არც ციხეს და არც არაფერს მსგავს არ გაქცევია და არ გაიქცევა. მე ნიკას მორალურ არჩევანში და მორალურ პოზიციაში ვარ 100% დარწმუნებული. 99-ით არა, როგორც ჩემ თავში ვარ დარწმუნებული, პრაქტიკულად ისე ვარ ნიკაში დარწმუნებული და მგონია რომ ის ძათარი ყველაფერზე წავიდეს. ნიკა გვარამიამ ზადარის კიდევ ერთხელ ჩაჯდეს ნიკა არის ყველაფერს. მე ამაში ვარ დარწმუნებული. რამდენი აქვს შეფარდებული, მოგონი ცოტა უფრო ნაკლები. ნიკა ყველაფერთვის არის მზად. არ ეხალისება, არც მე არ მეხალისება სიმართლე ვკითხათ რა. მე ადამიანურად ძალიან დიდი დისკომფორტი მაქვს იმის გამო, რომ მე ნულოვანი ქონების მქონე ადამიანი ციხეში უნდა წავიდე და ვინც მილიონები მოიპარა ამ ბიუჯეტიდან კალაძის, ყობახიძის და ივანიშვილის თამადობით უნდა სიამოვნებას იღებდნენ ცხოვრებისგან. ეს მორალური დისკომფორტი. თქვენ ხვდებით რომ ან ცალკეული პოლიტიკოსების ასეთი ტიპის თავგანწირვას შედეგი ვერ ექნება თქვენ? ექნება. ანუ მხოლოდ ნიკა გვარამია და ნიკა მერია თუ ჩასხდებიან ციხეში და არ გადაიხდიან გირაოს. ჩვენ გუნდში მე დარწმუნებული ვარ, ბევრი არის ისეთი, რომელიც ზათარი ნებისმიერ ცხოვრება გაიღოს სამშობლოს აზრჭირდება. თუმცა თქვენ თქვით რომ ყველა პოლიტიკოსი უნდა, ყველა პოლიტიკოსმა ასეთი ნაბიჯი თამას აიწევს და დანარჩენ ყველა თავისთვის თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. ხალხის ერთგული ვინც დარჩება და ვინც ბოლომდე შეასრულებს ხალხის ნებას, ის დარჩება პოლიტიკურ ველზე, ვინც დაიწყებს კეკლუსობას თამაშს და რაღაცა ორმაგი სტანდარტით ცხოვრებას, ის პოლიტიკიდან ავტომატურად ჩამოიშლება ხალხის მხრიდან. მე მაგას მოსახლეობის მათ ვინც მაგალითად გადაიხდის გირაოს, ოღონდ კი ციხეში არ ჩაჯდეს. ვინც კოლაბორაციის რეჟიმთან ითანამშრომლებს. რა მნიშვნელობა აქვს? თქვენთვის ეს თანამშრომლობის ტოლფასია, თუ ეს ადამიანები, თუ ეს პოლიტიკოსები გადაიხდიან გირაოს, თქვენთვის ეს იმის ტოლფასია, რაც გააკეთა გახარიამ, როდესაც მივიდა ასე ვთქვათ საგამოძიებო კომისიაზე. ჩემთვის პერსონალურად ასე. ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან რაიმე ფორმით, ის არის კოლაბორაციონისტი. ხო, ძალიან ისეთი მძიმე შეფასება და ბოლოს მძიმე შეფასება აბსოლუტურად ლოგიკურია, ხა მე ვერ ხვდები ხა თუ პეტენის რეჟიმი არ მოგწონს, იმასთან რაიმე ფორმით რატომ უნდა ითანამშრომლო, ხო? თუ ბოლშევიკები არ მოგწონს, უნდა იყო ან ქაიხოსრო შველაყაშვილის შეფიცულდა რაზმში, ან კოტე აფხაზთან ერთად უნდა დაგხვიდონ, ხო? და ხა მე შთამომავალებთან საუბარი რომ ბაბუმე დამხვრიტესო, არავის არ გამოადგება რა. აქ საუბრობთ რომ ან თამასას ბოლომდე ავწევთ და ყველა წავალთ შეგნებულად იმაზე რომ გავანულებთ ამათ სამართლებრივ სისტემას ბოლომდე და არანაირი ფორმით არ ვითანამშრომლებთ და ვინც ითანამშრომლებს ნიშნულობა არა აქ ახლა შენ ოპოზიციიდან ემსახურები ივანიშვილის პუტინისტურ რეჟიმს თუ ხელისუფლებიდან მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მაშინ დავრჩებოდი მე ივანიშვილთან და რაღაცა სარგებელი მაინც მექნებოდა სოციალური და ფინანსური, ხო? თუ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ რეჟიმი არის პროპუტინისტური, თუ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ეს არის კოლაბორაციონისტული, ნებისმიერი თანამშრომლობა მასთან არის ღალატი. კეთილი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გედევან ფოფხაძე, კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულაც იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება 4 შაბათს. მე და თქვენ ხვალად შევხვდებით პოლიტიკურ ნიუსის დღის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე.